სტუმრებს ვთხოვთ სტუდიაში. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს განაცემაში და სანამ დავიწყებთ საუბარს, გთხოვთ მიირთვათ წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომატს. ქალბატონო ანა, ვსაუბრობთ ენდოკრინულ სისტემაზე და ნერვულ სისტემის ურთიერთკავშირზე. რატომ არის მნიშვნელოვანი ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა? ხომ არ არის ეს რაღაც პირველი ნიშანი და პირველი გზავნილი იმ ადამიანებში, ვისაც უცებ შეიძლება შეეცვალოს გუნება გამწყობა, ხომ არ არის ეს რაღაცის მაჩვენებელი, რომ ნერვულ სისტემაში რაღაც ხარვეზი მოხდა? პირველ რიგში ფარისებრი ჯირკვლის მთლიანად დირიჟორი, ასე ვთქვათ, არის ერთ-ერთი დირიჟორი ნერვული სისტემა. თირეოტროპული ჰორმონი, ყველა მიცის ეს საიდუმლო არავისთვის არა, ეს არის ჰორმონი, რომელსაც ასინთეზირებს თავის ტვინი. და დიდი ემოციური დატვირთვისას, არა მარტო ემოციური დატვირთვისას, ნებისმიერი სტრესის დროს ხდება მისი დიდი რაოდენობით გადმოსროლა. იმისათვის, რომ პერიფერიაზე არ მოხდეს ენდოკრინული ბალანსის დარღვევა, ამათში შუალედში ერთვება იმუნური სისტემა. იმუნური სისტემა აბალანსებს ენდოკრინულ და ნერვულ სისტემის ურთიერთობას. თუ ეს დისბალანსი ცოტა დიდხანს გაგრძელდა, ასეთ შემთხვევაში უკვე გულებაგანწყობის დარღვევებმა და სტრესებმა შეუძლია გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის სერიოზული დაზიანება. მაგრამ შემდგომში უკვე თვითონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, T3 და T4 ჰორმონები თავისთავად პასუხისმგებელია ნერვული ქსოვლის მეტაბოლიზმზე. მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, ადაპტაციაზე, უფრო გადაწყვეტილების მიღება, ბევრ რაღაცაზე. ამიტომაც ეს ერთმანეთთან არის ისეთი მანკიერი წრესავით ყალიბდება და შესაბამისად ყოველთვის ახლავს ენდოკრინულ სისტემაში დიდი ძვრები ფსიქოემოციურ დატვირთვებს. თუმცა ცხოვრება თავისთავად განაპირობებს უამრავ სტრესს. ან დიდს, ხან პატარას, რამდენად არის ეს საფუძველებისა, რომ თქვათ, რომ მეტნაკლებად ყველა ადამიანი განწირულია ფარისებური ჯირკვლის ამა თუ იმ პათოლოგიისთვის, თუ ეს რაღაცნაირად სტრესმედეგობად, აი ადამიანს გააჩნია ზოგი უფრო უმკლავდება სტრესს და მათ ნაკლებად დაემართებათ ფარისებური ჯირკვლის პათოლოგია? ეს უკვე გენეტიკური განწყობაა. სტრესზე ზოგან ვითარდება კუჭის წყლული, ზოგან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ზოგან კარდიოლოგიური გართულებები, ეს უკვე არის ორგანიზმის განწყობა, რომელიც წინასწარ არავინ არ ვიცით, ვის როგორი განწყობა გვაქვს. თუმცა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ყველგან, აი მთლიან ორგანიზმში, როგორც წამყვანი მეტაბოლური ფაქტორები მუშაობენ. ამიტომ ძალიან ბევრი დაავადების დროს არის საჭირო მათი კვლევა. ძალიან ბევრი ნევროლოგიური დაავადების დროს არის. ქალბატონო თამარ, ნახეთ, ეხლა მოვისმინეთ ნევროლოგის პოზიცია. ახლა მოვისმინოთ ენდოკრინოლოგის. დარღვევები წავიდა ფარისებრ ჯირკვალში. ანუ ენდოკრინული სისტემამ აურია. რა ნევროლოგიური გამოვლინებები შეიძლება დაუფიქსირდეს ადამიანს? ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს სიმპტომები, რომლებიც ვლინდება, მათ შორის ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სიმპტომები, დაკავშირებულია ორ მდგომარეობასთან, ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება, ჰიპერთირეოზი, ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ჰიპოთირეოზი. ჰიპერთირეოზის დროს, ანუ უფრო გასაგებად რო ვთქვათ, TSH-ი როცა არის ხოლმე დაბალი სისხლში, ამ დროს პაციენტები არიან ადვილად აღგზნებადები, გაღიზიანებულები, მოუსვენრები, დამახასიათებელია ოფლიანობა, ზოგჯერ აგრესიულობამდეც კი არის ხოლმე გაღიზიანება, იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი არ მკურნალობს, წონის კლება არის დამახასიათებელი, გულის რიტმის დარღვევა. ეს სიმპტომები უფრო შემაწუხებელია და დიაგნოსტირება როგორც წესი სწრაფად ხდება ხოლმე. რაც შეეხება ჰიპოთირეოზს, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს, ანუ ჰიპოთირეოზის დროს დამახასიათებელია უფრო აზროვნების შენელება, მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრირების უნარის დაქვეითება, დამახასიათებელია აპათიურობა, დეპრესიული განწყობა, ინტერესის დაკარგვა, ფიზიკური სიმპტომებიდან ტონის მატება, გულის რიტმის შენელება, ლიბიდოს დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დაქვეითება და აღსანიშნავია, რომ ჰიპოთირეოზის დროს
სიმპტომები ვითარდება უფრო ნელა, თანდათან და ხშირად პაციენტი და მისი გარშემომყოფებიც ეჩვევიან ამ ცვლილებას და ვერ ამჩნევენ. და ხშირად დიაგნოსტირება ხდება ხოლმე საკმაოდ გვიან. ამიტომ ასეთი სიმპტომების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეფასდეს. როდის არის ხოლმე უფრო თვალშისაცემი ხასიათის ცვლილებები, როდესაც არის ჰიპერთირეოზი თუ ჰიპოთირეოზი და რატომ ხდება ხოლმე, რომ ხასიათი აუცილებლად რაღაცა უფრო მანკიერი მხარისკენ იცვლება? იცით, ჰიპერთირეოზის დროს უფრო შესამჩნევია, იმიტომ რომ როგორც თქვი, ჰიპოთირეოზის დროს ნელა და თანდათან ხდება ცვლილება და რაღაცნაირად შეჩვევა ხდება. რა ტიპის ხასიათის ცვლილება ჰიპოთირეოზის? ჰიპოთირეოზის დროს უფრო აპათიურობა, დეპრესიულობა, რაღაც ინტერესი კარგავენ გარემოს მიმართ, აზროვნების პროცესები ნელდება, მეხსიერება ქვეითდება. ჰიპერთირეოზის დროს არიან უფრო მოუსვენრები, აგზნებულები, ზოგჯერ აგრესიულობამდეც კი. ჰიპერთირეოზის დროს ალბათ ძნელია, ვერ შემჩნევა. იმდენად გამოხატულია სიმპტომები და იმდენად შემაწუხებელი. ჰიპოთირეოზის შემთხვევაში შეიძლება უფრო ვერ შევამჩნიოთ დიდი ხნის განმავლობაში. ჰიპერთირეოზის დროს როგორც წესი შესამჩნევია. ხალბატონო ანა, ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთკავშირზე ამ ორ სისტემებს შორის, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, დეპრესიული სინდრომის დროს აუცილებელია რომ გამოვლინდეს ფარისებრში რაღაც დარღვევები. თუ შეიძლება ცალკე ეს იყოს გამოძახილი ვთქვათ. აუცილებელი არ არის, რომ გამოვლინდეს ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ დეპრესიული სინდრომი არის, საერთოდ ყოველთვის საჭიროა, რომ მოხდეს ამისი გამოკვლევა. არის აქ ფარისებრი ჯირკვალი ჩართული, თუ არ არის ჩართული. იმიტომ რომ აქ ექიმი ვერ იმკითხავებს, შესაბამისად უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზები. რომ ზუსტად დავაზუსტოთ, გჭირდება თუ არა. მეორეც ერთი ხშირ შემთხვევაში მარტო ამ ჰორმონების გავლენა არ არის, ნერვულ-ქსოვილი უფრო მგრძნობიარე ანტისხეულებზე. და თუ კი ანტისხეულები მაღალია, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია კრონჩხვითი აქტივობაც მოგვწეს. პირველად ეპილეფსიური ანუ აუტოიმუნურ დაავადებებზე საუბრობთ ხო? ფარისებრი ჯირკვალის დარღვევები აუტოიმუნური პროცესით მიდის მეტნაკლებად და ამიტომაც არის, რომ ის ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა მნიშვნელოვანია. რომელ მხარეს წავა ჰიპოთირეოზის დროს თუ ჰიპერთირეოზისკენ, ეს არ ვიცით წინასწარ, მაგრამ ანტისხეული შეიძლება ჰორმონი ნორმაში იყოს, ანტისხეული იყოს მაღალი და ნევროლოგიურად დატვირთული იყოს პაციენტი. როდესაც მკურნალობა იგეგმება, ორივეს ერთად ჩართვა უფრო უკეთესია, იმიტომ რომ შესაძლებელია დეპრესიული სინდრომის დროს იყოს ენდოკრინული დარღვევა, დაიწყოს ჰიპოთირეოზის მკურნალობა ენდოკრინოლოგმა და ბევრი რაღაც გაუმჯობესდება პაციენტს. მაგრამ სრულად რომ ნერვული სისტემა აღდგეს, ამას აუცილებლად სჭირდება შემდგომ და კომპლექსური მკურნალობა და ნევროლოგიური ჩართულობა. ენდოკრინული თვალსაზრისით რა ტიპის დესტრუქციული პროცესი მიმდინარეობს აუტოიმუნური პროცესებისას? იოდით საკმარისად უზრუნველყოფილ რეგიონებში უფრო მეტად გვაქვს ხოლმე ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებები და ყველაზე ხშირად აუტოიმუნური თირეოიდიტი. ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ ანტისხეულებით ხდება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის დაზიანება და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ქვეითდება, ვითარდება ჰიპოთირეოზი. და აღსანიშნავია, რომ ჰიპოთირეოზი კარგად კომპენსირდება ლევოთიროქსინით მკურნალობის ფონზე. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ჰიპოთირეოზი შეიძლება იყოს კომპენსირებული, როგორც ხალბატონმა ანიმაც აღნიშნა, ასეთ პაციენტებში ძალიან არის გაზრდილი დეპრესიის, შფოთვის განვითარების რისკი. და სხვა ახსნა არსებობს ამისი, ერთ-ერთი ვარაუდი არის ესეთი, რომ ეს ანტისხეულები მოქმედებენ როგორც ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილზე, ასევე თავის ტვინის ქსოვილზე მათი მსგავსების გამო და ანტისხეულები გავლენას ახდენენ ცილების ექსპრესიაზე თავის ტვინში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს აუტოიმუნური თირეოიდიტი, ანუ ანტისხეულების ტიტრი იყოს მაღალი და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არ იყოს დარღვეული. ან იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დარღვეული, მაგრამ იყოს კომპენსირებული
დიფერენცირებული კარგად მკურნალობის ფონზე, მიუხედავად ამისა, ნერვული სისტემის მხრივ გამოვლინებების რისკი ასეთ პაციენტებში საკმაოდ მაღალია. და თქვათ, თუ ჰორმონული მკურნალობა მიმდინარეობს ფარისებური ჯირკვლის ამა თუ იმ დაავადების დროს, საკმარისია ეს ჰორმონული მკურნალობა თუ ნევროლოგები თვლით საჭირო თუ რაღაცა კიდევ უფრო დამატებით, თუნდაც ანტიდეპრესანტები შეაშველოთ პაციენტს. იმიტომ რომ თუ კი არის დეპრესიული სინდრომი, ხო? ის რა თქმა უნდა ექიმი აფასებს ამას, არის თუ არა შეცვლილი იქ მეტაბოლიზმი, თუნდაც მარტივად დოფამინიც იმ თიროზინისაგან, ამინომჟავა თიროზინისაგან სინთეზირდება, რომლისგანაც სინთეზირდება ფარისებრის ჰორმონები. იქ თიროზინის გარდაქმნის უამრავი ფერმენტი ერთმანეთთან უკავშირშია და ერთმანეთზე მოქმედებს და დოფამინი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ნეიროტრანსმიტერი, რომელიც მთლიანად არეგულირებს გუნება-განწყობას, აფექტურობას, იმპულსურობას, ხასიათს, ვართ თუ არა აი ლიდერის თვისებებს, გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებთ, ჩვენ თავზე ვიღებთ ამოცანის გადაჭრას, მოქმედებთ, მეხსიერება კარგია, უფრო ეფექტურია ჩვენი მუშაობა, კონცენტრაცია კარგია. ცით ეს არის ისეთი რამე, ხშირ შემთხვევაში ესეც ვეუბნები პაციენტს, რომ შესაძლებელია დეპრესიული სინდრომის მეორე სახელწოდება, ახლა როგორც მოგეხსენებათ, არის ნევროზული ჩივილები, ხო, ძველი დასახელება, რომ ამან შეიძლება არ გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, მაგრამ ცხოვრების ხარისხს აუარესებს. ახალგაზრდა დიდხანს არა ვართ, ჩვენ გვინდა ვიყოთ აქტიური, უნდა შევქნათ აღალი, უნდა წავიდეთ დიდხანს, ხო, რამდენი ხანიც ვართ, უნდა ვიყოთ აქტიური. ძალიან გაიზარდა ეს პერიოდი, ადრე ეს ახალგაზრდობის ასაკი ძალიან მალე მთავრდებოდა. დღეს ეს გახანძრიული. მარტო ჯანმრთელად ვიყოთ არ არის საკმარისი, აუცილებელია რომ ფუნქციურადაც აქტიური წევრი ვიყოთ საზოგადოებაში. ხალბატონო ანა, ყველა კლინიკური გამოვლინების დროს ნევროლოგიურს გულისხმობ სიმპტომატიკას, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა. თუ კონკრეტულად რო უთხრათ ჩვენს მაყურებელს, აი კონკრეტული სიმპტომატიკა, რომელიც უკვე ირიბად ან თუნდაც პირდაპირ მიგვიწევს. ემოციური ლაბილობა როგორც კი იწყება, პირველ რიგში უნდა ფარისებრი ჯირკვალი გამოვიკვლიოთ. არ ჭირდება მკითხაობა, იცით? ეს არ არის ძვირიანი კვლევები და ჯობია ვიცოდეთ, ვიდრე ვიმკითხავთ, არის თუ არ არის. ახლა ენდოკრინული დარღვევები და ფარისებრის დარღვევები მარტო გუნება-განწყობაზე არ მოქმედებენ. იქ დიფერენცირება გვჭირდება ჩვენ მიასთენიურ სინდრომებთან, დიფერენცირება გვჭირდება აუცილებლად დემენციებთან, მისი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მონაწილეა დემენციების და კოვიდის შემდგომ წამოვიდა ისეთი სისტემური დაავადებები, რომელიც საკმაოდ ძნელად დასაკავშირებელია ფარისებრ ჯირკვალთან. ეს არის ტუნელური სინდრომები, მაჯის არხის და იდაყვის არხის სინდრომი, რომელიც მიმდინარეობს ხელის და იდაყვის არეში ტკივილით და მიმდინარეობს ტრანსთირეტინის, ანუ ფარისებრის ერთ-ერთი ანტისხეულის მატებით. ეს მოდის, რა თქმა უნდა, ნევროლოგთან მოდის ესეთი პაციენტი. შეიძლება 100-დან 1 იყოს იმ მაჯის არხის სინდრომი, მაგრამ სამწუხაროდ მისი გართულებები ვლინდება 10-15 წლის შემდგომ და ეს არის კარდიომიოპათიები, რომელსაც უკან ვეღარ ვაბრუნებთ. ამიტომ მარტო იმის დროს არა, ძალიან ბევრი ნევროლოგიური დაავადებების დროს უნდა გამოვიკვლიოთ არა მარტო ფარისებრის ჰორმონები, არამედ ანტისხეულები. ამიტომ ჩვენს პაციენტებს უნდა ვურჩიოთ, როდესაც ნევროლოგი გინიშნავთ ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის გავლას და კონკრეტული ჰორმონების შესწავლას აუცილებლად დაუჭერეთ და ასევე შემიძლია ვთქვა ენდოკრინოლოგზე, რომელიც დანიშნულებაში ხშირად შეიძლება გაგიკვირდეთ რა შუაშია ნევროლოგი, ჩვენს ორგანიზმში ყველაფერი თავშია, შუაში არ არის. ნევროლოგიაც, ენდოკრინოლოგიაც და საერთოდ მთლიანად ორგანიზმი არის ერთი მთლიანობა და მხოლოდ რაღაცა ერთი მიმართულებით. ხო, გიორგი, ოფთალმოლოგიც, კარდიოლოგიც, ყველაფერი ერთმანეთთან შუაში განსაკუთრებით რაღაცა ასაკის შემდეგ ეს ყველაფერი ხდება ხოლმე აუცილებლად შესამოწმებელი და ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან მასშია. ძალიან დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო და მით უმეტეს მაყურებლისთვის. როგორც ყოველთვის
ნინა, ძალიან საინტერესო იყო ჩვენს კოლეგებთან საუბარი და ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ კლინიკა N-Medicine-ის ნევროლოგი ქალბატონი ანა ჩიკობავა და ენდოკრინოლოგი ქალბატონი თამარ კუპრეიშვილი.